მოგესალმებით. ცოტა ხნის წინ დებატები იყო რუსთავი 2-ზე, სადაც მაკა ბოჭორიშვილი იცავდა ქართული ოცნების პოზიციას და გასაგებია რომ ბევრ რაღაცაში ხა ქოცევის პოზიციის დაცვა ფაქტურად შეუძლებელია, ისეთი ფეილია საგარეო პოლიტიკა მათი. მაგრამ ერთი რაღაც ძალიან აეწვათ რა ქოც ექსპერტებს და პროპაგანდისტებს, რომ თქვი რომ ცივილიზაცია მხოლოდ დასავლეთშია, მხოლოდ დასავლური ცივილიზაცია, ფაქტობრივად ცივილიზაცია და დანარჩენი საზოგადოებები რა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ყველა ანტიცივილიზაციურია. და უამრავი პოსტი დაიდო ექსპერტო მოხოცო და ზოგი რაღაც შალვარამიშვილის იყო აი მაგაც სხვა ავარჩია რამდენიმე ასეთი პოსტი. რამიშვილმა აშკარად არის არის ნაციზმი და ფაშიზმი, მაგრამ თუ გაბედავს და დისკუსიას მომასყავს თავის არხზე, სიამოვნებით ამ საკითხსაც აუხსნი. ხო და მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოხდა რომ თქვა აი რაღაც შეცდომა იპოვეს შემთხვევაში და მოდი აბა ამაში მაინც ჩავაჭროთ რომ დედა გვეტირა. არამედ სიამოვნებაში მე შეგნებულად თქვი ეს ამბავი და ქოცების პროპაგანდისტული ნარატივის მთავარ ელემენტს დავარტყი და იმათმა იგზნეს ეს. შეიძლება მაყურებელმა ბევრმა ვერ მიხვდა და ამიტომაც მინდა ეს ხა აგიხსნათ, მაგრამ პროპაგანდისტებმა მიხვდნენ რაში იყო საქმე. ამიტომაც იყო ასეთი მტკივნეული რეაქცია. ეხლა რაში ამბავი? ჯერ ცივილიზაციის ზოგად ამბავს მოგიყვებით რა, რატომ არის ცივილიზაცია დასავლური მარტო და დანარჩენი არის, დანარჩენი საზოგადოებები, ვინც არ მოიაზრება დასავლურ ცივილიზაციაში, რაღაც გაგებით ანტიცივილიზაციურია ამ ეტაპზე. იმიტომ რომ ეხლა ისტორიიდან იცით რომ სხვა ცივილიზაციები არსებობდა, მაგალითად, რა ვიცი, ეგვიპტეში, ან რა ვიცი, იგივე ჩინეთში და ამ შემდეგ და ამიტომ შეიძლება უსწოროდ ჩანდეს რა მეტი რა ინდოეთში არ იყო ცივილიზაცია. რაღაც კულტურაც განვითარებული იყო, რელიგიაც, ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენსა ვამბობთ აი მაგალითად, რომ ცივილიზებული საზოგადოება ვართ და სხვა საზოგადოებაზე თუ ვამბობთ, რომ ის არ არის ცივილიზებული, ხო რაღაც კრიტერიუმი უნდა არსებობდეს. და ეს კრიტერიუმი რაში მდგომარეობს, რომ დაფიქრდეთ? ეს შეიძლება ტექნოლოგიური რაღაც განვითარება ავიღოთ, მაგრამ უამრავი მაგალითი არსებობს ისტორიიდან, სადაც ბარბაროსებმაც გადმოიღეს ცივილიზებული საზოგადოებისგან სხვადასხვა ტექნოლოგია. თუნდაც იგივე სამხედრო ტექნოლოგიებზე რო არის საუბარი. ამიტომ რაღაცნაირად თუ რომელიღაც ტომი ან რაღაც საზოგადოებაში და მდიდარია, ეს არ ნიშნავს, რომ ის ცივილიზებულია უკვე, იმიტომ რომ სიმდიდრის ბევრი სხვა მობულის გზა არის. ამიტომ როცა ცივილიზებულობაზე ვსაუბრობთ, ორი პარამეტრია საკვანძო, ანუ ერთი უფრო ეკონომიკური, მეორე უფრო პოლიტიკური. პირველი არის ვაჭრობა, იმიტომ რომ ვაჭრობაზე დგას მთელი ეკონომიკა და სამყარო ზოგადად, და ვაჭრობა არის ერთადერთი მთავარი წყარო სიმდიდრის დაგროვების და ეკონომიკური განვითარების. და რომ არა ვაჭრობა, კაცობრიობა ქვის ხანაში დარჩებოდა, ამიტომ ის საზოგადოება, რომელიც მეტად ხელს უწყობს ვაჭრობას, როგორც წესი, უფრო ცივილიზებულად მიიჩნევა და რომ დააკვირდეთ ისტორიას, ასეთი დიდი ცივილიზაციები, დიდი რაღაც საზოგადოებები, იმპერიები, იმიტომაც ხდებოდა, რომ მათ უშდებოდა შანსი განევითარებინათ ვაჭრობა. მაგრამ მეორე კრიტერიუმი პოლიტიკური, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ეკონომიკურიც, არის ადამიანის უფლებები, რომ როგორ აღიქვება ამა თუ იმ საზოგადოებაში ადამიანი. და ზოგადად მიჩნეულია ცივილიზებულ საზოგადოებად ის საზოგადოება, სადაც ადამიანის უფლება მეტად დაცულია. როცა ადამიანს მეტი პატივისცემით ეპყრობიან. ანუ ყოველ შემთხვევაში, ავიღოთ მაგალითად მონობა. რაღაც ეტაპზე ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი ამბავი და არ მოიძებნებოდა საზოგადოება, სადაც მონობა არ იყო. ამიტომ რა გადავახიოთ ჩვენ ისტორიას 5000 წლით უკან, იქ რა ვიცი, როცა დავიწყებ მსჯელობას ცივილიზებულობაზე, მონობა არ იქნება მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, იმიტომ რომ ყველას აქვს მონობა და ვერ განასხვავება ამით, ხო? მაგრამ იმიტომაც არის, რომ კაცობრიობა ვითარდება, რომ რაღაც მომენტში რომელიღაც საზოგადოება წინ წავიდა, უფრო ცივილიზებული გახდა, რომელიღაცა ჩარჩა, თქვათ, ნაკლებ განვითარების ეტაპზე. ხო და აქაც მარტივი რაღაც არის, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი მიღწევა ადამიანის უფლებებს, სადაც ადამიანს პატივისცემით ეპყრობიან, ყველაფერი დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარია. ხლა ისევ და ისევ რომ შეხედოთ მაგალითად იმ საზოგადოებებს, რომელიც ეხლა არ მოიაზრება დასავლურ ცივილიზაციაში, მაგალითად ჩინეთი ავიღოთ ისე. იქ რაღაც შეიძლება ლაოძის კონდეს ნათქვამი, რომ რაღაც ბევრი ჭკვიანური კარგი იდეა, მაგრამ საბოჯანში რო გადახედოთ როგორ ვითარდებოდა ჩინეთი, იქ ფაქტობრივად არასდროს არ ქონდა ადამიანის არ იყო პატივსაცემი ერთი ცალკე აღებული ადამიანი.
მისი უფლებები, მისი თავისუფლებები. ეს ყოველთვის იყო ადამიანის უფლებების შეზღუდვების საზოგადოება და ადამიანის ჩაგვრის საზოგადოება ამა თუ იმ ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ეტაპი იყო ჩინეთის საზოგადოების განვითარების, სადაც ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად დანარჩენ საყაროს ჯობდნენ. ხო და აი მაგალითად ავიღოთ სამართლიანის სასამართლოს უფლება, ავიღოთ ადამიანის ღირსება, ან რო ის რომ ყველასას კი აქვს უფლება სამართლიან სასამართლოზე, რომ ყველასას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რომ სასჯელი არ უნდა იყოს სასტიკი და წამება არ არის მორალური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარია. და ისევ და ისე იმიტომ კი არა რომ კაცობრიობის ისტორიაში არ მოიძებდა არც ერთი ადამიანი იმ საზოგადოებიდან სადაც რომელიც არ მიეკუთვნება დასავლურ ცივილიზაციას და რომელსაც არაფერი მსგავსი იდეა არ ქონია, არა. იმიტომ რომ მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციამ არა მარტო ეს იდეები გააჩინა, არამედ მოახდინა ამ იდეების ინსტიტუციებში ტრანსფორმაცია და ამიტომ დღეს ჩვენ შეიძლება ვნახოთ სამართლიანის სასამართლო, შეიძლება ვნახოთ დაცული საკუთრების უფლება, დაცული მაგალითად სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. ამიტომაც არის დასავლეთი ცივილიზაცია. ხოლო მაგრამ დასავლეთი ხო ვიღაცა მის გეოგრაფიაც ფიქრობს, რომ დასავლეთი ცივილიზაცია გონია რომ მაინდამაინც ჩვენთან შედარებით დასავლეთისკენ უნდა იყოს, თორე იდეაში ავსტრალიაც დასავლეთ ცივილიზაციის ნაწილია, მაგრამ კი არა სამხრეთ კორეა იმდენად დასავლეთ ცივილიზაციის ელემენტები გადმოიღო, გახდა ცივილიზებული საზოგადოება და ჩრდილოეთ კორეა ჩარჩა სამხრეთ კორეული საზოგადოებისთვის ტრადიციულ მონათფლობილურ მდგომარეობაში. და ამიტომ ზოგადად ძალიან პრიმიტიული ამბავია, ვინმე რამე თუ ესმის, გასაგებია, რომ ცივილიზაცია, რასაც ჩვენ ვაფასებთ, ზოგადად ჩვენ ხო იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ ადამიანის უფლებებია დაცული, თავისუფლებებია, რაღაც. ეს ყველაფერი დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარია. და ეხლა თავარი ამბავი სხვა რაღაცაში მდგომარეობს. თუ ოდესმე ვინმე გაბედავს ამაზე დებატებს, უფრო დეტალურად ჩავშლის სიამოვნებით ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა რატომ აეწვათ პროპაგანდისტებს? ესე იგი, ყველა ავტორიტარული რეჟიმი იდენტურია თავის ანტიპროპაგანდაში. აი წარმოვიდგინეთ ავტორიტარი, რომელიც ფიქრობს, რომ რაღაცნაირად უნდა გააგრძელოს ხალხის ძარცვა და მართვა. და ეს ხალხი ხედავს, მაგალითად, რომ გერმანელს, სოფელში რაღაც გერმანელი ცხოვრობს, მას აქვს საკუთრების უფლება აქვს დაცული, რამე რომ მოხდეს, სასამართლოში შეიძლება წავიდეს, თავისუფლებები იქ დაიცვას, გამოხატვის თავისუფლება ამისი დაცული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამიტომ ეს ადამიანი ოდნავ რო თქვა თუ არ შიმშილობს და რამეზე ფიქრის უნარი გააჩნია, როგორც კი ოდნავ გამდიდრდება, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი ამ ავტორიტარულ საზოგადოებაში ის კითხვებს დასვავს. აი, რატომ არის რომ გერმანელს აქვს სამართლიანის სასამართლოს უფლება და მე კიდე არ მაქვს? და ყველა ავტორიტარს აქვს ერთი პასუხი ამ ყველაფერზე. ჩვენ არ ვართ დასავლური ცივილიზაცია, ჩვენ განსხვავებული გზა გვაქვს. აი არის დასავლური ცივილიზაცია და არის აღმოსავლეთის სხვადასხვა ცივილიზაციები და ის დასავლეთი გარყვნილი ინდივიდუალისტია, იმათ ისინი არსებენ პატივს კოლექტივს, გუნდს, ერს და რაღაც აკრინებენ პირიქით და ჩვენ კიდე პირიქით კოლექტივისტები ვართ და ამიტომ ჩვენ სხვა გზა გვაქვს. აი ეს ნიშნავს ყოველთვის ერთ და იგივეს, რომ ხალხო არც უფლებები ექნება, არც თავისუფლებები, არც სამართლიანი სასამართლო გაგწესავთ, გაგძარცვავთ, მაგრამ აი თქვენ რო თქვათ ზედმეტი ხმა არ ამოიღოთ, აი გეტყვით თქვენ განსხვავებული გზა გაქვთ. ხო და მე ზოგადად 20 წელი რუსეთში ვცხოვრობდი. უნივერსიტეტი იქ დავამთავრე და მე MGU-ში ვასწავლიდი ეკონომიკის ფაკულტეტზე კიდე 10 წელი ეკონომიკას და მე ჯერ კიდე სტუდენტი რო ვიყავი, ეს ყველაფერი რუსეთში მაქვს მოსმენილი. ისაც ქოცები ჯერ არ არსებობდნენ და ბიზნესმენები ჯერ არ იყო პოლიტიკაში მოსული და ეს ნარატივი უკვე რუსეთში გავრცელებული იყო. რომ ჩვენ რუსეთი ვართ დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის, ჩვენ ვარ განსხვავებული გზა, რომ ზოგადად ჩვენ რუსებს განსხვავებული რაღაც ღირებულებები გვაქვს და ჩვენთვის ეს დასავლური ინდივიდუალიზმი არის არაბუნებრივი და ბლა ბლა და ყველა დანარჩი ბოდოა, რა თქმა უნდა შეიძლება მოისმინოთ სხვადასხვა პროპაგანდისტულ არხზე. იმიტომ რომ რავი, დაახლოებით ეს რო თარგმნოთ ნორმალ ენაზე, ეს ნიშნავს ასეთი. ხალხო, თქვენ ხართ ცხვრები, მაგრამ ცხვრებმა ზედმეტი რომ არ ვიყვიროთ, აგერ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ განსხვავებული ცხვრები, რომელსაც გაპარსვა უხდებათ, რომელსაც მოსწონ გაპარსვა. ამიტომ გააგრძელეთ ბეს ძახილი, მე კიდე გაგძარცვავთ. და არ გეგონ დასავლეთში საშნელებები ხდება, იქ ცხვრებს ჭამენ, კლავენ, ჩვენც გჭამთ, კლავთ, მაგრამ ჩვენ განსხვავებული გზით.
ასეთი რაღაც დაახლოებით იდეა რა ამის. და მაგრამ ეს არც რუსული არ არის. ეს სანამ რუსები ამას მოიგონებდნენ, რა ვიცი, ყველა ავტორიტარმა მოიგონა იგივე. იმიტომ რომ როცა ავტორიტარს არ უნდა რომ თავის მოქალაქეებს კონდეს სამართლიანი სასამართლო და უნდა რომ სასამართლოთი აკონტროლოს მოქალაქეები დასაჯოს იქ და როგორც ჯალათები ისე გამოიყენოს მოსამართლეები, ამიტომ ის ხო ვერ ეტყვის რომ თქვენ ცხრები ხართ კაცო და მე უნდა თქვენ გპარსოთო, ის ეუბნება რომ ჩვენ გასხვებული გზა გვაქვს. ჯამახირიას აშენებდა ისა კადაფი ლიბიაში. იგივე ლოგიკით რომ ჩვენ მათ ლიბიელებს გეგონება ეს განსაკუთრებული რაღაც ერი იყოს, ისა განსხვავებული გზა აქვთ. ჩინელები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. იმათო თქვენს რომ ყველა ადამიანიო, ყველა homo sapiensio ერთი ევოლუციური გზა ქონდაო და ჩინელებს განსხვავებულიო, აი გენეტიკურად ის განსხვავებულები ვართ. ამასაც აქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენო ჩინელებსო არაო ის დასავლეთიო, გაყრნილი დასავლეთიო, ასე ისეო ჩვენო სხვანაირი ცივილიზაცია ვართ. სიამდვილეში ჯოჯოხეთი აქვს ჩინეთში მოწყობილი და რო შეხედოთ ჩინეთი საერთოდ საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ რას ნიშნავს ცივილიზაცია და რას ნიშნავს ანტიცივილიზაცია, იმიტომ რომ მაგალითად აიღეთ ტაივანი და ჩინეთი. სადაა ცივილიზაცია? ტაივანში ცივილიზაცია, ჩინეთში არ არის ცივილიზაცია. ხო და ერთ-ეგივერია არც ისე დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. დღემდე რაღაც ურთიერთობა აქვთ. ანუ ვერ იტყვი რომ რამე გენეტიკურ დონეზე განსხვავებულია, უბრალოდ ერთი ნაწილი ამ საზოგადოების ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობს, თვითონ ააწყოს ცივილიზებული სამყარო, იმიტომ რომ ტირანიას გაექცა და მეორე ჩარჩა ტირანიაში. ან ავიღოთ ჰონკონგი, რომელიც ისევ ჩინელები ცხოვრობენ, რომელიც ინგლისის ეს იყო პროტექტორატის ქვეშ იყო, ფაქტობრივად ინგლისი იყო, ინგლისის ტერიტორია იყო რაღაც ერთი საუკუნე და ცივილიზაციის რაღაც კუნძული იყო ამ უზარმაზარ ავტორიტარულ ქვეყნებს შორის. მე ჩინეთმა დაიბრუნა ეს კუნძული მეთქი დაიბრუნა ეს ტერიტორია და ეს რა ქვია დედა უტირა ყველა მიღწევას ცივილიზაციის ჰონკონგში. ამიტომ საკითხი იმაზე კი არის, რომ ჩინელები განსხვავებული ხალხია. საკითხი იმაშია, რომ ან პატივს ცემ კონკრეტული ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებს, ან არ ცემ პატივს. და როცა არ ცემ პატივს, მე იგონებ ერთ-ეგივე ტიპის ზღაპარს. უბრალოდ ეხლა რა ვიცი, რუსებისთვის ერთი ზღაპარი იქნება, ჩინეთთვის მეორე ფორმა შეიძლება სხვა იყოს, სხვა გმირები ყავდეს ამ ზღაპარს, მაგრამ სტრუქტურა ერთ-ეგივეა. და თქვენ ამ სტრუქტურას ნახავთ ქოცების პროპაგანდაში ყველგან. აი მაგალითად, რა ისმის ქოცების პროპაგანდაში ევროპაზე. იქ რაღაც გეი წყვილი ვიღაცა მოკლა. მუშევრობა გაიზარდა. სადღაც რაღაც დაშავდა, ვინმე კორუფციისთვის დაიჭირეს, იჩხუბა, გალანძღა, ეს ყველაფერი ევროპაში ხდება. ევროპა ამ ხელო ტერიტორია რაღაც ამერიკიდან, კარგი რამე რო ხდებოდეს, თქვენამდე ეს ინფორმაცია ან არ მოვა, ან ძალიან იშვიათად თუ მოვა. რას გაიგებ ჩინეთზე? სათაბჯენები, რაღაც განვითარებული საზოგადოება, ყველას უყვარს ჩინეთთან ვაჭრობა, ჩინეთი ძლიერდება, ჩინეთი იგებს, რუსეთი მდიდარია, აი ცოტას და უკრაინას მოიგებს. ანუ ეს ესე თქვა, ვისაც უნიკალური გზა აქვს. ცივილიზაციები, რუსული ცივილიზაცია და ჩინური ცივილიზაცია, რუსეთზე ხო ვაფშე სასაცილო, მაგრამ კაი. ისინი რაღაც წარმატებები ძლიერები არიან. და ეს დასავლეთი გარყვნილი სუდად არის კიდევ ყოველწლად უარესდება და შემდეგ და რო შეხედოთ არაფერი არ განსხვავდება იგივე პროპაგანდა ქონდა ნაცისტებს მოწყობილი ოღონდ ამ შემთხვევაში მათთვის დასავლეთი იყო ეს ინგლისი, საფრანგეთი და ამერიკა იგივე პროპაგანდა ქონდა მუსოლინის მოწყობილი ანუ სანამ შინაარსზე რა თქვა რა მიშულა ფაშიზმი და ნაციზმი ჩემს რო თქვა სანამ ფაშისტების და ნაცისტების ხარეს არის თავისი პროპაგანდით იმიტომ რომ ზუსტად იგივეს არაფერი ახალი ამაში არის რომ უზარმაზარ ქვეყნები როგორც ამერიკა არის ან რა ვიცი ინგლისი ან გერმანია და შემდეგ ამ ქვეყნებს შეხედო და იქ იმდენი რაღაც ცუდი რაღაც მოხდება ხა 60 ასადა არის და ეს ცუდი წამოიღოს ცუდი აჭამო შენ მაყურებელს და უზარმაზარი ბოროტების იმპერიებიდან წამოიღო მარტო კარგი რომ აი ნახეთ რა კარგად არის იქ საქმე მოწყობილი არავინ ხო არ გიყვებათ მაგალითად უიგურების ავტონომიურ ოლქში რა ხდება ჩინეთში უბრალოდ ვინმე მოგიყვათ რა ხდება ჩინეთში დაინტერესდით კონცენტრაციული ბანაკები ევროპელების მოგონილია ფაქტობრივად, მაგრამ აი კონცენტრაციული ბანაკები ხო შეიძლება დღეს დავარქვათ ცივილიზებული საზოგადოების ელემენტად. მაგრამ არის თუ არა ჩინეთის კონცენტრაციული ბანაკი? მე ამას თქვენგან დავთ. თქვენ თვითონ მოძებნეთ აბა და გადაწყვეტეთ არის თუ არა და თუ აღმოჩნდება რომ არის კონცენტრაციული ბანაკები და ხალების სავალდებულო სტერილიზება იძულებითი
ნუ მაშინ ალბათ არ იქნება ხო შენთვის საზოგადოება ცივილიზებული. ხო და ამიტომ პრობლემა პროპაგანდის არის ის, რომ ჩინეთზე ამასაც სულ არ მოგიყვებიან. იმ რა ჯოჯოხეთში ცხოვრობს ხალხი, სოფლებში არ მოყვებიან. რა დედა აქვს ნატრიები რუსეთს და რა გარყვნილია რუსულ საზოგადოება. აი მე უბრალოდ ჩემთვის ეს იმდენად როგორ გითხრათ მე ხო იქ ცხოვრობდი და ვიცი ეს რომ არაფერი არ ეშველება რუსეთის საზოგადოებას ძალიან დიდი ხანი ან შეიძლება თაობები დაჭერდა იმიტომ რომ ათწლეულების მანძილზე გადარჩევა ხდებოდა ვინც რამე ოდნავ ადეკვატური იყო ყველას ხოცავდნენ მე თვითონ საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა ცოტა ეშოლასავით და რაღაც ცოტა გამოვიდა მაგრამ ისე მე აი ჩახოცეს და ხოცავენ ხო და ან ხალხი გაიქცევდა შემდეგ. ხო და ამიტომ არანაირი ცივილიზაცია რუსეთში არის. ეს არის ანტიცივილიზაცია, სადაც ადამიანის უფლებებს არ აცემენ პატივს, ადამიანს არ აცემენ პატივს, სადაც აი მონების საზოგადოება, სადაც აი ადამიანის არაფერი არ ღირს, რომ მდიდარი იყო. ხო და ეს წესრიგი არის ანტიცივილიზაციური. ამიტომ რუსეთი ანტიცივილიზაციურია, ჩინეთი ანტიცივილიზაციურია, ბოროტების სავსე ქვეყნებია და ასეთი არის კამბოჯაც ანტიცივილიზაციურია. უამრავი რაღაც ქვეყანა სადაც აფრიკა, კონგო როგორ შეიძლება ცივილიზაცია იყოს, მიყვეთ უზარმაზარი ქვეყანა, ხო? აი რაღაც პირიქით არის, ხო? ცივილიზაციისთვის მიუღებელი წესრიგია მოწყობილი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ამბავი, მაგრამ იმიტომ რომ ქართული ოცნების პროპაგანდამ აწყობილი იმას რომ ხალხში მეტი ნეგატივი გააჩინონ ევროპისა და ამერიკისადმი. რომ გავდოთ მიზანი რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ჩემი თავი მიზანი ის არის რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, იმიტომ რომ ასე აკეთებდა ყველა ავტორიტარი. იმიტომ რომ არ შეიძლება მონებს მისცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. მაშინ გამოდის რომ მონები აღარ იქნებიან, ხო თუ სამართლიანი სასამართლო აქვს. ხო და არ უნდა რა ქართულ ოცნებას რომ ეს მონობაში ყოფი ბევრი ადამიანი თავისუფალი ადამიანი იყოს, მაგრამ ასე პირდაპირ ამას ვერ იტყვის. და სინამდვილეში ამიტომაც მოხდა პროპაგანდისტებმა ყველაზე კარგად იციან რა არის მათი სუსტი წერტილი. და ამიტომ ის რაღაც ნარატივი რა ეს გარყვნილი დასავლეთი რომელიც სულ უფრო და უფრო ცუდ დღეშია და აი დღეს თუ არა ხვალ დაინგრევა თქვენ რომ ნახოთ აი ამ პოლიტიკური რაღაც განვითარების ისტორია რა ხდებოდა რამდენიმე 10 წლის წინ რა ხდებოდა მეორე სოფლიო ომის შემდეგ მეორე სოფლიო ომის დროს მეორე სოფლიო ომის წინ და პირველი სოფლიო ომის შემდეგ პირველი სოფლიო ომის წინ თქვენ ნახავთ რომ ეს ქოცევის მოგონილი არის ძალიან ესეთი სტანდარტული ხრიკია ყველა ავტორიტარული საზოგადოების რეჟიმის როგორ არ მიანიჭოს თავის მოქალაქეებს რაღაც უფლებები თუმცა ის როცა ისინი ითხოვენ ან როცა შეიძლება არის რისკი რომ მოითხოვენ ეს არის და ეს ამიტომ საბოლოო ჯამში არ მოტყუდეთ არანაირი ცივილიზაცია რუსეთში არის რას რუსეთში ხდება ეს არის აი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბოროტი იდეის პრაქტიკაში რეალიზაცია სადაც ადამიანს არანაირი ღირებულება არ გააჩნია არავინ არ არის ეს ხოდაშ ასე რუსების მოგონილიც არის ზოგადად ეს მონღოლებისგან ჩავიდა რუსეთში თორე სანამ მონღოლები მივიდოდნენ რუსებსაც ყოდა ჩანსი ცივილიზაციისკენ ნოვგოროდის რესპუბლიკა იყო და რაღაც ნუ ცივილიზაციურად იქეთკენ მიდიოდნენ სადაც დანარჩენი ევროპა უბრალოდ მონღოლებმა ვერ მიაღწიეს ფლად ბოლომდე და დედაუტირეს მხოლოდ რაღაც ნაწილს ევროპის და ამაში რუსებიც აღმოჩნდნენ და ეს მონღოლური მმართველობა რაში მდგომარეობდა რომ ყველაზე აი დამცირება იყო მიზანი რომ შენ ფეხებზე კიდა მონღოლებს მაგალითად ვინ რას აკეთებდა თავის ტერიტორიაზე თავარია გადასახადები შეკრიფა და მონღოლებისთვის გადაეცა მაგრამ თვითონ პროცედურა როგორ ანიჭებდნენ ამ უფლებას ძალიან დამამცირებელი იყო და ამიტომ ის ვიღაც ვინც პრეტენზია ჰქონდა რომ რაღაც სლავურ ტერიტორიებს მართავდა ის მას დამცირება უნდა აეტანა და მხოლოდ ამ დამცირების შედეგად მიიღებდა ის თავის ძალაუფლებას მონღოლებისგან და ეს მე აი რომ მეფე ან მმართველი რომ თავისიანებს ამცირებს მათ შორის საჯაროდ ეს მე რუსეთშიც გადმოვიდა ჩვენთანაც იგივე ხდება სინამდვილეში ანუ სინამდვილეში ის რომ მმართველი მოქალაქეებს პატივს არცემს ყველგან ვლინდება იმით რომ ის პატივს არცემს თავისიანებსაც და რამდენჯერ გვინახია ხავს რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები აი რაღაც სრულიად ისეთ უცნაურ რაღაცს აკეთებენ რაც ხვდები რომ იდეაში ალბათ
თავისუფალი ადამიანი ნორმალურ თავისუფალ სიტუაციაში ამას არ გააკეთებდა. რადგან მარტო ბიზნესმენები, რომლებიც აი რო კითხო ძალიან დიდადი და ისეთი ხალხია და პრემიერი რაღაცას დაუძახებს და მოვლენ და ოჰო ჩვენო გენიალურ პრემიერო და გუშინ რა ვიცი კვირიკაშვილი უნდა ეკოთ, მე ბახტაძე უნდა ეკოთ, მე ღარიბაშვილი, მე ისა გახარია, მე ღარიბაშვილი, ეხა კობახიძე და ყველა პრემიერო საუკეთესო და გენიალურია და რაღაცა და ცხადია რომ ბიზნესმენები ხომ მithumetes და აი ასეთი ვითომ სერიოზული ხალხი მასიანში როგორ ამცირებს ხელისუფლება ამ ხალხს ყოველდღიურად. აი ეს არის მონღოლური მმართველობის ერთ-ერთი სტილია, რომელიც რუსეთშიც გავრცელებულია, ჩვენთაც გავრცელებულია, არა მარტო ხელისუფლება ის სხვადასხვის, აი ჩვენში დარჩეს, აი რაც ვიცი პარტიები, ყველაზე მკაფიოდ ეს გახარიებშია გავრცელებული. აი ინგა ირმა ხო გახსოვთ, რომ გახარია რომ დაცინო და მას რა ქვია გრიგოლიას ეს შემთხვევით კი შეცდომა კი არ იყო მიზანი მართლად კეთდება ხალხის დამცირება არის რაღაც ინსტრუმენტი როგორ მას ცალკეული ადამიანები მიიჩნევენ როგორ უნდა მართოს სწორად როგორ უნდა მოეპყრო პლებს რომელიც რა ვიცი მონებს და ამიტომ ზოგჯერ იგივე შეგიძლიათ იგივე რაღაც აკეთებდა ხოლმე გახარია თავისი თანაგუნდელების მიმართ და ზოგჯერ ეს გარე სამყაროსაც მიემართება, როგორც გრიგოლიას შემთხვევაში იყო. ხო და ნუ აი ეს არის ეს მონღოლური მმართველობის სტილი, მეტი კი არაფერი. და ამიტომაც, მაგრამ ამას ღიად არავის არ ეტყვიან, ხდებით? ანუ მონებს რო უთხარო ხალხო, თქვენ მონები ხართ, უნდა გაგპარსოთ, გაგძარცოთ და ასე შემდეგ, ნუ ხალხი აჯანყდება. ამიტომ ეუბნებიან, არა, ჩვენ დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის უნიკალური გზა გვაქვს. ჩვენ არ ვჭირდება სამართლიანი სასამართლო, იმიტომ რომ არც ევროპაშია სამართლიანი სასამართლო. სად გინახი ამერიკაშია სასამართლიანი სასამართლო? ვინ გითხრა რომ უფლებებია დაცული? რა ის უფლებები? აი ნახე რა საშინელება, ნახე ეს გეები რა შვებიან. ანუ აი ეს არის პროპაგანდა, რომელიც იდენტურია და ამიტომაც აიწვა ძალიან, რომ საბოლოო ჯამში ამ პროპაგანდის გულში ვუტყავ, რომ ეს თელი მათი ნარატივი ტყუილია. არა თუ არ შეესაბამება რამე ფაქტებს. არამედ უბრალოდ აი ორიგინალურიც კი არ არის. უამრავ პროპაგანდის აქვს ეს მოგონილი. ჯერ კი გებელსიც კი ამას იგივეს აკეთებდა გერმანელებისთვის და რა ვიცი მუსოლინიც და რა ვიცი მანამდეც უამრავი სხვა რა თქვა იდეოლოგი ნაციზმის მათ შორის ან სოციალიზმის იგივე რაღაცებს ამბობდა ზოგადად დასავლურ ცივილიზაციაზე. ამიტომ ყურადღებით იყავით ძვირფასო მაყურებელო არ მოტყუდეთ ამ პროპაგანდაზე და არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს დებატები, მაგრამ თუ ეს დებატები დიდხანს გაგრძელდა ამ და ბევრ ასეთ პროპაგანდისტულ ტყუილს მოისმენთ და მე შეიძლება თქვა თუ ეცდები რომ ეს ტყუილები გავაქარწყლო რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მიხვდეს რომ ის ნარატივი რაზეც მათ შორის ქართული ოცნება დგას უბრალოდ მარტივად გამოიყურება ხალხო თქვენ ხართ მონები სულელი მონები არაფერი არ გესმით ვერც ვერაფერს ვერ გაიგებთ და ჩვენ გაგპარსავთ. აი ეს არის ქართული ოცნების ზოგადი მიდგომა და ძალიან ბევრი ფულით გაზავებული ეს მიდგომა საბოლოო ჯამში კარგად მუშაობს და სხვა ფორმას იღებს და მხოლოდ ჭკვიანი ხალხი ვისაც შეუძლია ცოტა დისტანცირდეს სიტუაციისგან დაფიქრდეს და ასე შემდეგ შეძლებენ ამ რაღაც ნარატივის დანახვასთან იმის დანახვას რო ატყუებენ. ამიტომ არ ვიცი შეიძლება ეს დებატები დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მიზანიც ის მაქვს, ასე ვთქვათ, გულის სიღრმეში, რომ ეს დებატები შევაწყვეტინო, იმ ხელა ზიანი მივაყენო, მაგრამ გამომივა თუ არ გამომივა არ ვიცი ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები ასეთ რაღაც განმარტებები მაინც მოგცეთ ხოლმე, რომ გესმოდეთ, რატომ ტკივათ ამ ხალხს ასეთი რაღაც უცნაურობები და რა არის მიზეზი, რომ ისინი ამა თუ იმ პოზიციას იკავებენ. მადლობა ყურადღებისთვის.